უკვე ყავს 11 პოლიტპატიმარი, მინიმუმ 2-ს ემუქრება ასეთივე საფრთხე და სხვებსაც, ვისაც გირაო აქვს, მათაც არანაირი გარანტია არ აქვს, რომ არ დააპატიმრებენ. რა გავლენას ახდენს ახლა ივანიშვილის რეპრესიების ეს ახალი ტალღა პოლიტიკურ პროცესზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რას იღებს ივანიშვილი აქედან თავის სასარგებლოდ და რა ზიანი შეიძლება მას მიადგეს? ვახო, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო ემოციურად. მე ვფიქრობ, ყველა ნორმალური ჯანსაღი ადამიანისთვის, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების და გემოვნების გარეშე. პოლიტიკურად რას იღებს? იმას იღებს ივანიშვილი, რომ ფასი, რომლის გადახდაც რეჟიმს აუცილებლად მოუწევს, სულ უფრო და უფრო იზრდება. მე მახსენდება მთელი დღის განმავლობაში გუშინდლიდან მოყოლებული მარკო რუბიოს სიტყვები, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რომელმაც ძალიან ღიად ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე განმარტა, რომ დღეს საქართველოს ყავს ანტიამერიკული ხელისუფლება და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეს რას ნიშნავს, მათ შორის საქართველოს კონტექსტისთვის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში 78 მუხლში გაწერილია, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ მიისწრაფოს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამიტომ ანტიამერიკული მთავრობა ასევე ავტომატურად ნიშნავს ანტიკონსტიტუციურ, ანტიქართულ და შესაბამისად ანტიეროვნულ მთავრობას. ანუ ამ რეჟიმის კვალიფიკაცია უკვე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ამ შემთხვევაში არა რომელიმე ერთი კონგრესმენის, ან სენატორის, ან თუნდაც კონგრესმენთა ჯგუფის, ან ჰელსინკის კომისიის, ან თუნდაც მთელი წარმომადგენლობითი პალატის მიერაც ვიხილეთ მათ შორის მეგობარი აქტის მხარდაჭერით, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების და კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, იმიტომ რომ ეს პროპაგანდაც ხშირად გვესმოდა ხოლმე ჩვენ რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომ აი ერთმა კონგრესმენმა ან ერთმა ევროპარლამენტარმა შეიძლება რაღაც თქვას, მაგრამ ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია. ახლა ტრამპის მიერ დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს და თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ანტიამერიკული და რომ ახლა განიხილება ადმინისტრაციაში ის კონკრეტული ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს რეჟიმს და რა თქმა უნდა, ჩაფარას დაკავება ამ ფასს მხოლოდ წევს. პოლიტპატიმრების თემას, მათ შორის ჯაფარიძის საკითხს, ცოტა ხანში დავუბრუნდეთ, მაგრამ რადგან შეეხეთ რუბიოს განცხადებას, მინდა ერთი განმარტება გთხოვოთ. იცით თქვენ, რომ აი ამ ნაწილში, როდესაც რუბიომ თქვა, რომ განიხილება როგორ შეიძლება რა ზომები შეიძლება მიიღონ, ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და თქვას, რომ აი არ ყოფილა თურმე ჩამოყალიბებული ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ნაწილში. ისე წარმოაჩენენ უხარიათ კიდეც თუ საქართველოს არ იქნება საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების რადარზე. და აქვე ისინი ინტერპრეტირებენ, რომ აქ კონკრეტულად ივანიშვილის მთავრობა არ უგულისხმიაო მარკო რუბიოს. ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თარგმანშიც დააბრიონ საზოგადოება და ამასთანავე უთხრან, რომ არ არის ფორმირებული ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ახლა მაინტერესებს თქვენ გასაგებია როგორც გაიგეთ, მაგრამ საზოგადოებას როგორ აუხსნით ამას? ხო, არა, სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც კი დადო თარგმანი, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან ხშირია რუსული ოცნების მხრიდან სწორედ რუსულ და პუტინის სტილში არაქართულ ენოვანი განცხადებების არასწორი თარგმნა. ჯერ კიდევ თუ გახსოვთ, როდესაც ბატონი კობახიძე იმყოფებოდა გერმანიაში, კანცლერთან შეხვედრის შემდეგაც კი იკადრეს, რომ თარჯიმნისთვის დაებრალებინათ და მცდარი თარგმანისთვის ის გზავნილები, რომელიც მაშინ კობახიძემ მიიღო გერმანიის მთავრობის მხრიდან, რომელიც უკვე ძალიან მწვავე გზავნილები იყო და მინდა გითხრათ, რომ კობახიძეს არავინ ბერლინში აღარ მიიწევს, დანამდვილებით შემიძლია თქვა ეს ორმხრივ შეხვედრაზე, მაგრამ ფრიდრიხ მერცის კანცლერობის პირობებში კიდევ უფრო თუ რამეს მოისმენენ, კიდევ უფრო მწვავე გზავნილებს მოისმენენ და სავარაუდოდ კონკრეტულ მოქმედებებსაც, იმიტომ რომ როდესაც მას შევხვდი, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა იმ
იმ ღონისძიებაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი და შემდეგ ასევე დავესწარი მაღალი დონის სადილს, სადაც მასთან მქონდა პირდაპირ ინტერაქციის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მან საჯაროდ განაცხადა, ფრიდრიხ მერცის პირობებში ჩვენ ძალიან განსხვავებულ გერმანიას ვიხილავთ. რაც შეეხება რუბიოს. ამიტომ რუბიოს განცხადების ახლა სხვადასხვა ინტერპრეტაციის, არასწორი თარგმანის მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის არის კარგად ნაცადი რუსული პუტინისტური ხრიკი, რომელსაც იყენებს რუსული ოცნება დეზინფორმაციისთვის. აი თარგმანი რომ გვერდზე გადავდოთ, რამდენად არის ჩამოყალიბებული, აი ამ საკითხს უფრო ეჭიდებიან, კი თარგმანის ნაწილშიც ცდილობენ ინტერპრეტირებას, მაგრამ ის თუ რა ზომები უნდა მიიღოს შეერთებულმა შტატებმა, ამაზე ვფიქრობთო თქვა რუბიომ, ეს წარმოჩენილი აქვს იმგვარად, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ აქვს საქართველოს მიმართ პოლიტიკა. აი ასე წარმოაჩენენ, მაინტერესებს თქვენ როგორ განმარტავდით ამას, რა ტიპის პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული ახლა ადმინისტრაციის დონეზე. რუბიოს გამოსვლა გვაძლევს ამაზე დასკვნების გამოტანის საფუძველს. ვახო, სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით, ჩვენ საკმაოდ მაღალი დონის ვიზიტი გქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გქონდა უამრავი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე როგორც ანალიტიკურ ცენტრებში, სადაც ხშირად ხდება სწორედ პოლიტიკის ფორმირება ვაშინგტონში და ასევე კონგრესსა და სენატში, ანუ წარმომადგენლობით პალატაში, ისე როგორც ზედა პალატაში. მინდა გითხრათ, რომ სრული კონსენსუსია ხელისუფლების ყველა შტოში, ისე როგორც ანალიტიკურ ცენტრებში, რომ ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობების რისეტი, ანუ გადატვირთვა და განახლება შეუძლებელი და გამორიცხულია. ეს მოსაზრება რომ არ არსებობდეს, ჩვენ არ ვნახავდით 90%-იან მხარდაჭერას წარმომადგენლობით პალატაში მეგობარი აქტის მიმართ, რომელიც დიახ, ერთის მხრივ ითვალისწინებდა ნამდვილად შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის, როგორც იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც იყო დამატებითი ინვესტიციები საქართველოში, ვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ამ ეტაპზე და ამ რეჟიმის პირობებში ითვალისწინებს სანქციებს, პერსონალურ ტარგეტირებულ სანქციებს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მის პროპაგანდისტებზე, მის ეგრეთ წოდებულ ბიზნესზე. ერთადერთი არხი, სხვათა შორის, რომლის გამოყენებასაც ახლა ივანიშვილი ცდილობს, ანუ ხელისუფლების სპაიკებით ურთიერთობის გადატვირთვის რესურსი რომ აღარ არსებობს, ეს იმედი მასაც ამოეწურა, იმიტომ რომ რამდენჯერმე ჩვენ გვახსოვს მან როგორ გაგზავნა სხვადასხვა შიკრიკი ვაშინგტონში და ყოველგვარი წარმატების გარეშე დასრულდა მისი ეს მცდელობები, რომ ურთიერთობა გადატვირთულიყო. ახლა სხვა გზას მიმართა, ის ცდილობს ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი, სიამოვნებაში ადამიანებს, რომელსაც არაფერი საერთო თავისუფალ ბიზნესთან და დოვლათის შექმნასთან საქართველოს და თუნდაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის არაფერი ამას საერთო არ აქვს. ესენი არიან კორუმპირებული ელიტის წარმომადგენლები, წულაია და სხვები, კალაძესთან დაახლოებული პირები და არა მხოლოდ, რომელთა გამოყენებით ასევე ცდილობს გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, ტრანზაქციულად აფასებს იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ირჩევს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, იქნებ ამ გზით მიუძღვნენ ტრამპს, მაგრამ ესეც გამორიცხულია, ვახო, და აი ამაზე დავასრულებ. რა წამს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მიიღებს მეგობარი აქტს, ის აღმოჩნდება პრეზიდენტი ტრამპის მაგიდაზე, რომელსაც ის აუცილებლად ხელს მოაწერს, იმიტომ რომ 90%-ით მიღებული კანონი ქვედა პალატაში და სავარაუდოდ ძალიან დიდი უმრავლესობით მიღებული სენატში, გამორიცხულია, რომ ხელმოწერილი არ იქნას ტრამპის მიერ, ამ პოლიტიკის რევერსირება შეუძლებელია. კი არა, ვერც ორგანი და ვერავინ ვეღარ შეცვლის და დაულაგებს ამ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეკითხვა. ერთი მხრივ თუ ის ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ადმინისტრაციასთან რამე გზები იპოვოს. ოღონდ არსებული რეალობის შენარჩუნებით. აქ ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს. აქაც ცოტა რთულად აქვს საქმე, იმიტომ რომ თუ არ დაიჭერს, შეიძლება ეს სისუსტეში ჩაეთვალოს. და თუ დაიჭერს, ამან შეიძლება ძალიან გაურთულოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაშ რატომ იჭერს ამ პოლიტიკურ ლიდერებს? ის იძულებულია ეს გააკეთოს, იმიტომ რომ სუსტი არ აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით. და მეორე მხრივ აზიანებს იმას, რასაც ცდილობს, რომ დაალაგოს, ასე ვთქვათ, რაღაც შეერთებულ შტატებთან.
კი. ნახეთ რა შესაქმე ივანიშვილი, რომელსაც ახლა ხო რა თქმა უნდა მას არ ესმის, შეიძლება მას ესმის როგორ უნდა გადმოეკიდებინა ადამიანები აივნებიდან იმისთვის რომ მილიარდები ეშოვა 90-იანი წლების რუსეთში და ეს აღწერილი აქვს სხვათა შორის საერთაშორისო პუბლიკაციებში გამოქვეყნებულ სტატიებში, რომელიც წამიკითხავს. ეს შეიძლება ესმის ეს რაღაც ქურდული მენტალობით ფულის მოხვეჭა და შემდეგ რუსული მეთოდებით ქვეყნის მართვის მცდელობა, ну რასაც ჩვენ ვუყურებთ, ხო, ეს ბოლო 13 წელია, ეს ბოლო 12 ნახევარი წელია, ხო, მაგრამ ის რაც მან ნამდვილად არ იცის, ეს არის როგორ კეთდება პოლიტიკა ამერიკაში. ეს მან ნამდვილად არ იცის. როგორ მუშაობს ამერიკული პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რა მიმდინარეობებია, ასე ვთქვათ, რესპუბლიკურ პარტიაში, რა ხდება დემოკრატიულ პარტიაში, როგორ ხდება ძალთა ბალანსირება წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ რა პროცესია სენატში, როგორ ახდენს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომელსაც მხარი დაუჭირა მეგობარი აქტს, შემდგომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავლენას პრეზიდენტ ტრამპზე, ვინ არიან მისი მრჩევლები, ეს არაფერი არ მაგრამ იმდენი ხომ ესმის, რომ როდესაც ცდილობს გზები იპოვოს ახალ ადმინისტრაციასთან და უთხრას მას, აი ღია წერილითაც, დამიტოვა ეს დიქტატურა და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. იქიდან ეუბნებიან, რომ შეუძლებელია ეს მოხდეს. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდანაც ეუბნებიან, რომ ეს ვერ მოხდება, ეს ხალხი უნდა გაუშვა და დანიშნო ახალი არჩევნები. თუ გზებს ეძებს, აქ ვიღებთ სურათს, როდესაც ან ციხეში ყავს ხალხი, ახალი პოლიტპატიმრები, ან პოლიტიკური ლიდერები განსაჯელთა სკამზე უზის, ხო? ანუ კიდევ უფრო ამწვავებს ამ ამბავს. აი ამის ახსნა რა არის? ეს არათანმიმდევრულობაც, თავისთავად სისუსტის და რეჟიმის ძალიან ისეთ დაბნეულობის მაჩვენებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას ასევე სჯერა და სრულიად უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ არ გაეგება არაფერი ამერიკის პოლიტიკაზე და ის ლობისტებიც და კონსულტანტებიც, რომელიც მათ ყავდათ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ რაღაცაში გარკვეულიყვნენ, როგორ ხდება პოლიტიკის ფორმირება ვაშინგტონში, ისინიც გაუშვეს, აღარ ყავთ არანაირი წარმომადგენლობა ვაშინგტონში, რომ მიხვდნენ, რომ ვერაფერს აღწევდნენ და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უბრალოდ ფულს აკრევინებდნენ ამ ყველაფერში. მაგრამ ის თვლის, რომ ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ირელევანტური იქნება, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს არ გახდება დამაბრკოლებელი იმისთვის, რომ მან ცდილობს აქ მოასწროს ყველაფერი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რაც თქვენ აღნიშნეთ, ხო? მან ცდილობს არ გამოიჩინოს სისუსტე. ეს არის ეს ყალბი ძალის დემონსტრირება და სინამდვილეში ეს ხომ იმდენად ყალბია, ეხა ეს რიტორიკა, ეს რიტორიკა მათი მხრიდან, ეს მუდმივი რაღაც პოზირება პირიქით იმაზე მეტყველებს, რომ მათ უწევთ ესეთი რადიკალური აბსურდული სრულიად გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ადამიანის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ აი ამ ძალაუფლების და ძლიერების ფარსი და იმიჯი, რომლის გარეშეც ისინი თვლიან, რომ კიდევ უფრო მალე ჩამოშლებიან. რა გავლენას ახდენს უკვე პროტესტზე? პრინციპში ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, არ არსებობს საერთაშორისო რეაქცია პროტესტის გარეშე და პირიქით. ყველაფერი ერთმანეთს ებმის. ასე რომ პოლიტიკოსების დაკავება ნებისმიერის, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, გავლენას ახდენს ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მყარ ფორმირებაზე, აზრის და ასევე ქვეყნის შიგნითაც. პროტესტის გაძლიერების ან დასუსტების კუთხით რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში იქნებიან? ხა რა თქმა უნდა, ეს ასევე ძალის დემონსტრირებასთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკოსების დაჭერა და განეიტრალება და განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკოსის, როგორც ზურა, რომელსაც ძალიან რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომლის დემოტივაციაც და ნიჰილიზმში მათი ჩაგდება განსაკუთრებული მიზანია ივანიშვილის რეჟიმისთვის, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად ხვდება, რომ ახალგაზრდა თაობის მოტივაციის გარეშე და მათი მობილიზების და კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთული იქნება იმ ცვლილების მოტანა, რომელმაც ეს რეჟიმი უნდა გაისტუმროს ხელისუფლებიდან. ამიტომ ეს დემოტივირება განსაკუთრებით ახალგაზრდების ასე უსამართლოდ ადამიანის, სრულიად უდანაშაულო ადამიანის, ასე დემონსტრაციულად
დაკავება ყველა პროცესუალური ნორმის დარღვევით, ხო? იქ უამრავი შუამდგომლობა იყო დაყენებული მოსამართლის აცილებაზე, დარბაზის შეცვლაზე, არასამუშაო საათებში გადაწყვეტილების არ მიღებაზე, სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე, ამ ყველაფერზე უარი თქვეს. იმდენად უხეშად დაარღვიეს და უხეში ფორმით უნდათ სწორედ ზურას დაკავება იმისთვის, რომ ამან გამოიწვიოს გარკვეული ნიჰილიზმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და შიში, ხო? ხა ესეც მნიშვნელოვანი მომენტია პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში და ზოგადად საბჭოური მენტალობის ივანიშვილისთვის, მას ასე წარმოუდგენია, რომ ეს დრაკონული კანონები, ეს დრაკონული ჯარიმები, დაჭერები, ამგვარი რეპრესიებით ის შეძლებს საზოგადოების დამორჩილებას. ეს არის საზოგადოების დამორჩილების და დამონების მცდელობა. ჩვენი საუბრის მიწურულს კიდევ ერთი შეკითხვა. აი წარმოვიდგინოთ სურათი, თუ კი პოლიტიკური ლიდერები, ყველანი ან დიდი უმრავლესობა მათი არის ციხეში. მეორე მხრივ რას ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას აქვს და ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა მდგომარეობაა კონსოლიდაციის კუთხით? თუ კი ლიდერებს უშვებს ციხეში და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია ვერ ხდება, ვერ ძლიერდება, ეს საკმაოდ მძიმე სურათს იძლევა. თუ კი გახლედ ჩამოხდება კონკრეტულ საკითხებზე, ეს იქნება თვითმმართველობის თუ რაიმე სხვა თემა. რა გამოდის? რა პასუხისმგებლობა აქვს ამ სიტუაციაში ახლა პოლიტიკურ პარტიებს? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომ ეს რაღაც ერთობა აჩვენონ? ახლა მე გუშინვებ თქვი, ჩემი პირველივე რეაქცია ზურას დაჭერის შემდეგ ეს იყო, რომ იქნებ ეს უსამართლობა სრულად უდანაშაულო ადამიანის დაკავება და სხვათა შორის წულკიას არაერთხელ შევახსენე და ეხლაც მინდა შევახსენო, რომ ზურა ჯაფარიძე ერთი დღე არ ყოფილა ხელისუფლებაში. ხო ვითომ იმიტომ შექმნეს ეს კომისია, რომ წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის დანაშაული წყალებში ხო არა გასაგებია, მაგრამ მე მაგალითად ვიყავი ხელისუფლებაში, ახლა შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის, აუდიტის სამსახურში ვიყავი გენერალური აუდიტორის მოადგილე. მაშინაც ჯერ კიდევ ავაცახსენებელი 1 ოქტომბრის 2012 წლის არჩევნებამდე გადასარევად ხვდებოდი რა ძალას წარმოადგენდა ივანიშვილი და ვცდილობდი ყველა გზით შეგვეზღუდა აუდიტის სამსახურის მოქმედებების ფარგლებში ივანიშვილის მხრიდან ბინძური რუსული ფულით საქართველოს მოქალაქეების მოსყიდვა. მე ვიყავი ხელისუფლებაში, შემიძლია ნამდვილად თქვა. მე არ დამიბარა ხო ამ კომისიაში ძალათმა წულიყულიანმა, მიუხედავად სიძულვილისა, რომელიც მას პირადად ჩემს მიმართ არაერთხელ გამოუვლენია, მათ შორის სხვათა შორის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხდომაზე, რომელიც დახურული იყო, მაგრამ სადაც მან 10-0 წააგო დამარცხდა და საიდანაც ბოლოს გამოაძევეს. საერთოდ სადაც მე მქონდა პატივი, რომ წარმომედგინა საქართველოს დემოკრატიული ძალები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვიყავი დაბარებული ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში. ერთი დღე, არც ერთ თანამდებობაზე. სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ხელანუ თეორიულადაც ვერაფერს ვერ მოედავები, იმიტომ რომ საერთოდ ფიზიკურად არ ქონია არასდროს თანამდებობა ხელისუფლებაში. ასეთი ადამიანი, სამი შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მამა, მოწყვიტეს, მოგლიჯეს ოჯახს და მძიმე დავადმყოფი დედის შვილი, მე ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ გია, რომელიც ჩვენ პარტიაში სიაში იყო და ძალიან მეგობრობ, მათ შორის ჩემი მეუღლის ახლო მეგობარია, ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ დედა არის ძალიან მძიმედ ავადმყოფი მოხუცი, რომელსაც მოწყვიტეს შვილი რის გამო? იმიტომ რომ ჯალათმა წულუკიანმა მოიგონა რაღაც ფეიქ პარლამენტში მოიგონა ფეიქ კომისია და გაასამართლა სრულიად უდანაშაულო ადამიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ეს ყველაფერიც დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. ნიშნავს იმას, რომ თუ ეს მაინც არ იქნება გამოფხიზლების საფუძველი, აი ასეთი უსამართლობა თუ არ იქნება გამოფხიზლების საფუძველი, კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ სიტყვებს, რომელიც ჩემს ერთ მეგობარს არაერთხელ აქვს ნათქვამი, თანამესაკნეების არჩევა მოუწევთ ოპოზიციურ ლიდერებს ნაცვლად პოლიტიკური პარტნიორებისა და როდესაც პოლიტიკურ პარტნიორებს ირჩევ პროდასავლელი პოლიტიკოსებისგან, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მარტივია ეს არჩევანი, ვიდრე ის, რომ ყველას მოგვიწიოს იგივე ბედის გაზიარება, რაც ზურას მიუსაჯეს გუშინ, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დასაფასებელია ზურას ასეთი თავგანწირვა, ასეთი უკომპრომისობა და მისი ეს მაგალითი, მაგრამ ეს მაგალითი არ უნდა დარჩეს მხოლოდ მორალურ მაგალითად ჩვენთვის, ამან უნდა გვიბიძგოს მოქმედებისკენ და ეს მოქმედება უნდა იყოს გაერთიანება.